ანონიმური მეცნიერები, დიდი წიგნი. პირველი ნაბიჯი. ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი უძლურება ემოციების წინაშე. ვაღიარეთ, რომ ჩვენი ცხოვრება გახდა უმართავი. უძლური. როდესაც პირველად მოვედით ანონიმურ მეცნიერებში და მოვისმინეთ თუ როგორ იძახდნენ ადამიანები, რომ იყვნენ უძლურები, ბევრი ჩვენგანი აჯანყდა. რა თქმა უნდა, უძლურები არ ვიყავით. შესაძლოა უძლურების თქმაზე უარი გვითქვამს, რადგან უძლურების იდეა ძალიან არ მოგწონდა. შესაძლოა ამ იდეით შეზრწუნებულები ან შეშინებულები ვიყავით. შესაძლოა თქვენც არ ხართ დარწმუნებული, ნამდვილად უძლური ხართ თუ არა თქვენს ემოციებთან მიმართებაში. გადახედეთ აღწერილობებიდან რამდენიმეს, თუ როგორ იმოქმედა უძლურებამ ჩვენზე და ნახეთ, გეხებათ თუ არა რომელიმე მათგანი. ჩვენას შეგვეძლო ემოციების გაღვივება ან შეჩერება. თავს უმწეოთ და შესაძლოა უიმედოდ ვგრძნობდით. რაც არ უნდა გვეცადათ დამოუკიდებლად ვერ ვიუმჯობესებდით მდგომარეობას. ვცადეთ გაგვიანალიზებინა, მაგრამ არ იმუშავა. ვერ შეძლეთ შესვლა მხოლოდ ჩვენი ნებისყოფის ხარჯზე. რამდენადაც არ უნდა მოგვენდომებინა, ვერ ვიყავით თვითმკმარი. ჭირდებოდა სხვა ადამიანები. უძლურები ვიყავით ჩვენი ემოციების წინაშე, დადებითთან თუ უარყოფითთან. ოდესმე გაბრაზებულ ხართ ვინმეზე და გიცდით ამ ბრაზის გაქრობა ლოგიკისა და გონიერების გამოყენებით. ოდესმე გიგრძნიათ თავი დამნაშავედ რაიმეს გამო და გიცდით ამის რაციონალიზაცია. ოდესმე გიგრძნიათ თავი მარტოსულად, მაშინაც კი, როცა თქვენს ცხოვრებაში ბევრი ადამიანია. ოდესმე გიგრძნიათ შიში, როდესაც გონიერება გეუბნებათ, რომ არ არსებობს შიშის რეალური მიზეზი. ოდესმე გითქვამთ, ან გიფიქრიათ, რატომ მაინც და მაინც მე, რაღა უნდა დამემართოს ეს ყველაფერი. თუ ასეა, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ უძლური ხართ თქვენი ემოციების წინაშე. უძლურების მიმღებლობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდები ვართ, ან არ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ემოციები იწვევს ჩვენს ისეთ ქცევებს, რომელსაც არ ვისურვებდით. როდესაც გავაცნობიერებთ, რომ უძლურები ვართ, შეგვიძლია ახალი მიმართულება ვეძებოთ და ცვლილებები დავიწყოთ. შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი შეზღუდულობა და ვაღიაროთ ჩვენი ცხოვრების რეალობა. უმართავი. ნამდვილად უმართავია ჩვენი ცხოვრება? ჩვენ ვეკითხებით საკუთარ თავს. გვეხება თუ არა ამ განცხადებებიდან რომელიმე. რაც უფრო მეტად ვცდილობთ ემოციების კონტროლს, მით უფრო უკონტროლოები ვხდებით. ვფიქრობთ, რომ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები ცხოვრებას უმართავს ხდიან. მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობთ სხვების შეცვლას, მით უფრო მეტად უმართავი ხდება ჩვენი ცხოვრება. უძლურები ვართ სხვა ადამიანების მიმართ და არ შეგვიძლია მათი შეცვლა. ზედმეტად მგრძნობიარები ვართ სხვების ნათქვამის მიმართ. ჩვენი თვითკონცენტრაციის გამო ყოველდღიურ მოვლენებსა და სხვების ქმედებებს ძალიან პირადად და ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ არ ვესაუბრებით სხვებს, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ მათ ჩვენთან საუბარი არ სურთ. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვეულებრივი გეგმიური დავალებების შესრულება. ჩვენს ცხოვრებაში იმდენი პრობლემა გვაქვს, რომ არ ვიცით საიდან დავიწყოთ. თავს განსხვავებულად და მარტოსულად ვგრძნობთ. ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა მიზეზის გამო უმართავი ხდება. მათ შორის ხშირად არის მარტოობა, სირცხვილი, დაუცველობა, მორიდება ან დაბალი თვითშეფასება. სხვა ფაქტორებს შორის შეიძლება იყოს უარყოფის შიში, არუმატებლობის შიში, კუთვნილების არქონის შიში, განსხვავებულობის შიში, არასრულფასოვნების გრძნობა, საკუთარი თავის უარყოფა, ეგოიზმი, საკუთარი თავის უარყოფა ან ჩართულობის შიში. შესაძლოა ჩვენი ემოციების გამო ცხოვრებას მარტოობისა და წყენის ბურჯში განვიცდით. ბევრი სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს, რომ ჩვენი ცხოვრება უმართავია. ხშირად ფიზიკური და ფსიქოსომატური დაავადებები არის სიმპტომები. ეს შეიძლება მოიცავდეს წყლულებს, კუჭის ტკივილს, თავის ტკივილს, ჰიპერტენზიას, კანის დაავადებებს, გულისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევებს, საშარდე გზების და დაწლავების დაავადებებს, ან ზურგის, კუნთებისა და სახსრების ჩივილებს. რა თქმა უნდა, ყველა ფიზიკური სიმპტომი სამედიცინო შეფასებით უნდა შეფასდეს, მაგრამ თუ სამედიცინო მიზეზი ვერ მოიძებნა, უნდა ვიეჭოთ ემოციური საფუძველი და დავიწყოთ მიზეზის ძებნა. კომპულსიური პერფექციონიზმი შეიძლება კიდევ ერთი სიმპტომი იყოს. თუ რაღაცის იდეალურად გაკეთება არ შეგვიძლია, საკუთარ თავს წარუმატებლად მივიჩნევთ. შესაძლოა პასიურობით ვუპასუხოთ, უკანა ფლანგზე გადავინაცვლებთ და ვიღებთ ყველაფერს, რასაც სხვები აკეთებენ, ან ამბობენ. შეიძლება ამის კეთებით კმაყოფილები არ ვიყოთ და ალბათ შინაგანად შტორმს განვიცდით, მაგრამ არ შეგვიძლია ან გვეშინია საკუთარი თავის დამკვიდრების სხვადასხვა სიტუაციაში. ამან შეიძლება აგრესია გამოიწვიოს იმ სფეროებში, სადაც თავს უფრო მეტად ვაკონტროლებთ. მაგალითად, თუ კოლეგებთან ან დამსაქმებლებთან გვიჭირს, შეიძლება სახლში დავბრუნდეთ და ჩვენი იმედგაცრუება ოჯახის წევრებზე გადმოვიტანოთ. ჩვენს პერფექციონიზმზე რეაგირების კიდევ ერთი გზაა სხვების ქმედებების უარყოფა. ჩვენთვის მისაღები არაფერია, რასაც სხვები აკეთებენ ან ამბობენ. ყველაფერს ვაკრიტიკებთ და შედეგად ჩვენს ურთიერთობაში გარშემომყოფებთან ემოციური აშლობა მატულობს. შესაძლოა ნერვიულები და პანიკურები ვიყოთ, ან დეპრესიით ან შფოთვით ვიტანჯებოდეთ.
შესაძლოა უბედური შემთხვევებისკენ ვიყოთ მიდრეკილი. შესაძლოა ფანტაზიორები ვიყოთ იმაზე, თუ რა მშვენიერი იქნება ცხოვრება, როდესაც ყველაფერი შეიცვლება. ალბათ ძალიან ნერვიულობთ, გვიჭირს ძილი. ვიკეთებით და ვცალკევდებით სხვებისგან. ხვდებით გაღიზიანებულები და შესაძლოა ვაწყენინებთ კიდეც საყვარელ ადამიანებს. შესაძლოა ვიგრძნოთ კიდეც, რომ სხვები ჩვენზე საუბრობენ. აკვირდებიან ჩვენს ყოველ ნაბიჯს. ან ცდილობენ ჩვენს დამარცხებას. უჩვეულო გაბრაზება და ისტერიკა ხშირად ის სიმპტომებია, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ისი არ არის, როგორც საჭიროა. შესაძლოა დესტრუქციისკენ, ძალადობისკენ, ან თუნდაც მკვლელობისკენ ვისწრაფვოდეთ. შესაძლოა თვითმკვლელობის სურვილი გქონდეს და ვცადოთ კიდეც თვითმკვლელობა. ემოციური აშლობის მქონე ბევრი ადამიანისთვის ემოციების ან უკიდურესობებმა გვაგრძნობინა, რომ ჩვენი ცხოვრება უმართავი იყო. ზოგიერთ ჩვენგანს არ აქვს აშკარა ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგრამ ისევ ცხოვრობთ, რომ დიდად ბედნიერებას ვერ განვიცდით. ხშირად აპათიურები ვართ. ვაჭიანურებთ საქმეს და ყალბად ვიქცევით. ხშირად განვსჯით და ვაკრიტიკებთ სხვებს, რადგან როგორც ჩანს, ეს საკუთარ თავში უკეთესად გვაგრძნობინებს თავს. თუმცა ამავდროულად შესაძლოა სხვებს მივცეთ საშუალება, რომ თავზე გადაგვიაროთ. იშვიათად ვამბობთ უარს თხოვნებზე და ხშირად ზედმეტად ბევრს ვიღებთ საკუთარ თავზე. შეიძლება ვიყოთ ახსავსე გლოვის, წყენის, ბრაზის, ეჭვიანობის, შურის, სიხარბის, შეუწყლენებლობის, მოუთმენლობის, ეგოიზმის, ან სხვა მრავალი გრძნობით, რომლებიც უმართავი ცხოვრებისთვისაა დამახასიათებელი. ზოგიერთი ჩვენგანი ცდილობს ემოციების რაციონალიზაციას. ასევე შეიძლება ვცდილობთ სხვადასხვა გზით საკუთარი გრძნობებისგან თავის დაღწევას. ზოგიერთი გაქცევის გზა აბები, ალკოჰოლი, საკვები, არჯანსაღი სექსუალური აქტივობა, აზარტული თამაშები, საყიდლები ან სამსახური. შეიძლება ტელევიზიის ან კინოს მოყვარულები ვიყოთ, რომლებიც დანარჩენ სამყაროს უგულვებელყოფენ. ნებისმიერი სახის გადაჭარბებებმა შეიძლება ხელი შეგუშალოს დაბალანსებულ ცხოვრებაში და ხელი შეგუშალოს ტკივილის წინაშე დგომასა და მასა გამკლავებაში. როდესაც ჩვენი კონკრეტული გაქცევის გზა არ მუშაობს, ჩვენ სხვაგან ვიწყებთ დახმარების ძებნას, რომელიც ასე სასიცოცხლოდ გვჭირდება. როდესაც შესაძლო პასუხიებისთვის მივმართავთ თორმეტ ნაბეჭდ ანონიმურ ემოციონალებს, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ ემოციურ ფსკერს. ეს თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია. ზოგიერთისთვის ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება არაკომფორტულია და ჩვენ ვეძებთ ბედნიერების გზას. ზოგიერთი ჩვენგანი სასოწარკვეთის სიღრმეში აღწევს და შეიძლება დასჭირდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან მკურნალობა, მედიკამენტები ან ჰოსპიტალიზაცია. სხვები კი მიმართავენ ანონიმური ემოციონალების ორგანიზაციას სხვა ადამიანის დასახმარებლად. მაგრამ როგორც კი აქ მოვდივართ, ხვდებით, რომ ჩვენს გვჭირდება დახმარება. ერთი რამ, რაც ყველას გვაერთიანებს, არის ემოციური ფსკერი და ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დღესვე გვინდა რაღაცის გაკეთება ჩვენი ცხოვრების შესაძლებლად. ჩვენ დავიღალეთ ჩვენი ძველებური ცხოვრების წესით. ჩვენ დავიღალეთ იმით, თუ როგორები ვართ. ჩვენ ხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრება უმართავი დარჩება, თუ არ შევიცვლებით. აღიარება. იმის აღიარება, რომ ჩვენი ემოციური ცხოვრების მართვა არ შეგვიძლია, ადვილი არ არის. ადვილი არ არის ჩვენი ეგოცენტრულობის, მწუხარებისა და წყენების აღიარება. ძნელია შევწყვიტოთ სხვების დადანაშაულება ჩვენივე ხასიათისა და ქცევის გამო. ჩვენ ვამბობთ, ჩემი მეუღლე რომ სხვანაირი იყოს. ან რომ არა ჩემი შვილები, მშობლები, სიმამრი, უფროსი, სამსახური, მეზობლები, სახლი, მანქანა, კლიმატი. ნებისმიერი რამ ან ვინმე. მე ასეთი არ ვიქნებოდი. პირველი ნაბიჯის კეთებით ჩვენ ვიწყებთ ჩვენი ემოციების ისეთად მიღებას, როგორიც არის და არ ვაზრავთ მათ საშუალებას აკონტროლონ ჩვენი ქცევა. როდესაც ვწავლობთ ჩვენი ემოციების მიღებას, უკეთ გამოგვდის ჩვენი ცხოვრების მართვა. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ცნობიერი არჩევანი თუ როგორ ვირეაგიროთ ჩვენს ემოციებზე, იმის ნაცვლად რომ ჩვენი ემოციები გვმართავდეს. ჩვენ ვიტყვეთ პასუხისმგებლობის აღებას ჩვენს ცხოვრებაზე, მიუხედავად იმისა თუ ვინ ან რამ მოახდინა გავლენა ჩვენზე წარსულ ცხოვრებაში. ეს პირველი ნაბიჯი პატიოსნებისა და თავმდაბლობის ნაბიჯია. ჩვენი ადამიანური შეზღუდულობის აღიარება გვანთავისუფლებს ჩვენი არასრულყოფილების დამალვისგან, საკუთარი თავისგან და სხვებისგან, რაც საშუალებას გვაძლევს თვალით გავუსწოროთ ჩვენი მდგომარეობის რეალობას. თავიდან პირველი ნაბიჯი შეიძლება სასოწარკვეთილების ნაბიჯად მოგვეჩვენოს, მაგრამ ხვდებით, რომ იმედი არსებობს. აღმოვაჩენთ, რომ მარტო არ ვართ. არსებობს დახმარება. მეორე ნაბიჯში ვპოულობთ ძალას. აღდგეს ჩვენი ჯანმრთელობა, რადგან ვიწყებთ სულიერ ხელმძღვანელობაზე დაყრდნობას და ჩვენი იმედებიც იზრდება.